გარე სარეკლამო სექტორის წამყვანმა კომპანია ალმამ გალტენ ტაგარტის და TBC კაპიტალის მხარდაჭერით სააგენტო აწარმოეს საქართველოში. კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა. კომპანიის მიერ დამტკიცებული 40 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში 2 ტრანშის გამოშვება განხორციელდა. დოლარში დენომინირებული ობლიგაციები 30 მილიონი დოლარი, 2 წლიანი ვადით, წლიური კუპონის განაკვეთით 8.5%, კუპონის ნახევარწლიური გადახდით, ევროში დენომინირებული ობლიგაციები 8.5 მილიონი ევრო, 2 წლიანი ვადით, წლიური კუპონის განაკვეთით 7.25%, კუპონის ნახევარწლიური გადახდით, ობლიგაციებზე მაღალი ინტერესი დაფიქსირდა, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან და განთავსებაში მონაწილეობა 150-ზე მეტმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა მიიღო. ეს არის წინ გადადგმული ნაბაჯი იმ თვალსაზრისით, რომ ხელს შეუწყობს ჩვენი საშუალო და გრძელვადიანი პერსპექტივების გაუმჯობესებას და გაამტკიცებს ალმას პოზიციას გარე რეკლამის ბაზარზე. თანხის ნაწილი მოხმარდება ჩვენი მიმდინარე პროექტების დაფინანსებას, გულისხმობ გარკვეული სარეკლამო კონსტრუქციების განახლებას თბილისსა და რეგიონებში. ასევე ორი ვალუტის აზრი არის ის, რომ გარკვეული ფინანსური საბანკო ვალდებულებების რეფინანსირებას ხმარდება, რომელიც შესაბამის ვალუტებში ჰქონდა აქამდე აღებული. იყო ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დებიუტი, რომელიც შედგა ბაზარზე და წლევანდელი წლის ყველაზე მსხვილი სავალუტო ემისია ამავდროულად და ეს საკმაოდ იშვიათი არის, როდესაც დებიუტანტი ამხელა მოცულობით გამოდის ბაზარზე და მიუხედავად ამისა შევძელით, რომ ინვესტორების ძალიან დიდი ინტერესი ჰქონოდა ორივე ტრანში დოლარის და ევროსი იყოს საგრძნობლად გადაჭარბებით მოთხოვნადი. მოთხოვნა გაცილებით რომ მეტი იყო, ვიდრე მიწოდება, ანუ ინვესტორები და საკმაოდ დიდი ინტერესი წამოვიდა და ეს კიდევ ერთხელ განპირობებს იმას, რომ ალმამ შემდეგ თვეებში და შემდეგ წლებშიც რომ გააგრძელოს ემისიების განთავსება, მას ინვესტორები დაელოდებიან და იყიდიან მათ ობლიგაციებს, ძალიან მნიშვნელოვანი არის. ესაა მნიშვნელოვანი ის ფაქტი, რომ კაპიტალის ბაზარზე წლებია ჩვენ ხედავთ ქართული კომპანიების გამოსვლას და ალმას ერთ-ერთი პირველი განთავსებაა წელს, რომელმაც დებიუტი გააკეთა ბაზარზე, წარმატებული დებიუტი შედგა. აქედან გამომდინარე, რომ მგონია, რომ მას საკმაოდ დიდი მომავალი და დარწმუნებული რომ შემდეგ წლებში ასევე გააგრძელებს ემისიების განთავსებას. სექტორალური პენეტრაციის თვალსაზრისით იზრდება კაპიტალის ბაზრის სიღრმე, ახალი დებიუტანტის დამატება თავისთავად კაპიტალის ბაზრის ინდობის ერთ მნიშვნელოვანი გამოსახულებაა. წელს საკმაოდ აქტიურად ვითარდება საქართველოში სასესხოფასიანი ქაღალდების ბაზარი, დაახლოებით 325 მილიონი ლარის განთავსება მოხდა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 50%-ით მეტია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე ესეთი აქტიურობა გაგრძელდება.